მომიყიდან ჩვენ წყევისა მისგან სჯულისა, პატიოსნითა სისხლითა შენითა, ჯვარსაზე და რა დაემსჭვალე და ლახურითა განიგმირე. და უკვდავებაი აღმოუცენე კაცდა, მაცხოვარო ჩვენო დიდებაი შენდა. დღეს დიდი პარასკევია, იგივე ვნების კვირის პარასკევი. ქრისტიანულმა ეკლესიამ ეს დღე ქრისტეს ჯვარცმის აღსანიშნავად დააწესა. დღეს კაცობრიობამ ღმერთს სიკვდილი მიუსაჯა. დღეს მოხდა ღმერთის საშინელი განსჯა. სამყაროს არასდროს უხილავს ასეთი უმანკო განსასჯელი და ასეთი საშინელი მსაჯული. დღეს დაამცირეს ის, ვინც მოვიდა ჩვენს განსადიდებლად. დღეს ვტანჯავთ მას, ვინც მოვიდა ტანჯვისგან ჩვენს განსათავისუფლებლად. დღეს სიკვდილს ვანიჭებთ მას, ვინც მარადიული ცხოვრება მოგვიწყნა. ამ მოვლენის სახარებისეული ინტერპრეტაცია ასეთია. დიდ პარასკევს ჩვენ ვიცით, რომ საიდუმლო სერობის შემდეგ მან მაცხოვარი მიდის გეცემანის ბაღში, სადაც იგი ლოცულობს. ლოცვის შემდეგ იგი მოდის უკან, რათა ნახოს წინარე მოწაფეები, რომელთაც ვერ შეძლეს სიფხიზლე მისი გულისთვის, რაც კიდევ ერთხელ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ნებისმიერი ჩვენგანი უდიდესი განსაცდელის წინაშე მხოლოდ ღმერთში უნდა ეწევდეს სასუებას და არა ადამიანში. ამის შემდეგ უკვე უფალი მათ აღვიძებს და ამბობს შემდეგ სიტყვებს, რომ მისი გამცემი უკვე ახლოა მასთან. მაცხოვარს ვიცით, რომ გეცემანის ბაღში შეიპრობენ და მიხავთ იგი ჯერ მღვდელმთავრებთან, სადაც მოხდება პირველად მისი განსჯა. ებრაელებს არ ჰქონდათ იმისი უფლება, რომ თვითონვე გამოეტანათ რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ადამიანის სიკვდილის დაშასთან დაკავშირებით. ამიტომაც მიდიან ისინი პილატე პონტუელთან. პილატე ცდილობს, რომ ამ საქმისაგან ადვილად გამოვიდეს, რადგანაც როდესაც შეიტყოს, რომ მაცხოვარი წარმოშობით გალილეიდან არის, რადგანაც მაცხოვარს ცილს წამებენ, რომ გალილეიდან დაიწყო მასწორად აჯანყებისაკენ მოწოდება, რაც რა თქმა უნდა იყო აშკარა სიცრუე, იგი აგზავნის მას ჰეროდესთან, ადამიანთან, რომელიც პრეროგატივაში შედიოდა გალილეის მართვა. ანუ შეგვიძლია ჩვენ ფაქტობრივად ავაგოთ ტრაექტორია. გეცემანის ბაღში ხდება მაცხოვრის შეპრობა, შემდეგში მიყავთ იგი მღვდელმთავრებთან, სადაც ხდება მისთვის პირველი ასე ვთქვათ, ბრალდების წაყენება, შემდეგში პილატესთან, შემდეგ ჰეროდესთან და შემდეგში ბოლოს უკვე კვლავ პილატესთან. როდესაც პილატე ხვდება, რომ კვლავ მოხავთ მასთან იესო ქრისტე, იგი შინაგანად აცნობიერებს, რომ ებრაელები ითხოვენ მის ჯვარცმას, მაგრამ მანამდე იგი ცდის, რომ შესაძლებელია ქრისტეს გაროზგვამ, ანუ მისთვის ფიზიკური ტკივილის მიღებამ და აკმაყოფილოს მათი ამბიცია, თუმცა ეს ასე არ მოხდა. ებრაელთა გამძვირებული ბრმა ითხოვდა მაცხოვრის ჯვარცმას. იყო ტრადიცია, რომ დღესასწაულზე უნდა გაითავისუფლებინათ ერთ-ერთი ადამიანი. და ამ დროს ქალაქში შეპრობილი იყო ვინმე ბარაბა. სახარება გვეუბნება, რომ იგი შეპრობილი იყო ქალაქში მოხდარი შფოთისა და მკვლელობისათვის. და ხალხი ითხოვს, რომ ბარაბას ეპატიოს დანაშაული და იგი გათავისუფლდეს. ხოლო ის, ვინც იყო მეუფე ჰურიათა, შემთხვევაში მას გამოუტანენ სასიკვდილო განაჩენს. პარასკევს ამის შემდეგ უკვე, როდესაც სასიკვდილო განაჩენი იჯება გამოტანილი, მაცხოვარი მიხავთ გოლგოთის ტყებისკენ. მაცხოვარს მიეცილებდნენ, როგორც რომაელი სამხედრო პირები, აგრეთვე მისი უდიდესი მოწინააღმდეგეები, ანუ ის ადამიანები, რომელთაც ფაქტობრივად მიაღწიეს მის ჯვარცმას, მაგრამ ამავდროულად მაცხოვარს ფარულად მიეცილებდნენ მისი ერთგული მიმდევრები. აგრეთვე მაცხოვარს მისდევენ ნაცაცხებლად დედები და ის უერთგულესი ადამიანები, რომელიც ყოველთვის მის გვერდით იყვნენ მიწიერი ცხოვრების დროს. მაცხოვრის ჯვარცმა გაგრძელდა დაახლოებით 3 საათის განმავლობაში. ჩვენი ქრონოლოგიით რომ ვიმსჯელოთ დღის 6-დან საღამოს 9 საათამდე. მაცხოვარი ჯვრიდან ამბობს რაღაც გარკვეულ სიტყვებს, რომელიც სიტყვებით დაცული არის წმინდა წერილში. მაგალითად, მისი ცნობილი სიტყვა მამაო მიუტევია, მაგრამ თუ არ აიციან რა საიქმო. აგრეთვე მისი საუბარი წმინდა მოციქული იოანესთან და ყოველ წმინდა ღვთისმშობელთან, რომელსაც ეტყვის დედაკაცო აჰაძე შენი, ხოლო იოანეს ეუბნება აჰადე და შენი, ანუ ჩააბარა ისინი თითქოს ერთმანეთს. ეს სიტყვები დაცული არის აგრეთვე წმინდა წერილში. და ბოლოს ჩვენ ვიცით, რომ მაცხოვრის სიტყვები ღმერთო ჩემო, რატომ იმატოვე მე, გახდება ფაქტობრივად მისი აღსრულების დასაბამი. მაცხოვარი აღესრულა ჯვარზე, განსხვავებით ავაზაკებისაგან, რომელიც ჩამოხსნეს ჯვრიდან, როგორც მომაკვდავნი და წვიმებში გადატეხეს და ასე დაიღუპნენ ისინი. ამითი აღსრულა წინასწარმეტყველება, რომ მისი ძვალი არ შეიმუსრება, როგორც წერია წმინდა წერილში, ანუ მაცხოვარი აუცილებლად ჯვარზე უნდა აღსრულებულიყო. საკუთარი ხალხისგან უარყოფილი სამყაროს მეუფე ჯვარზე დაღესრულა. ზეციური სიყვარული გაითელა ადამიანური სიძულვილით. ნათელი ჭეშმარიტი შეურაცხყოფილი იქნა სიცრუითა და ადამიანური ღალატით. რაც ჩააცხრობდა ზეციური მამის მრისხანებას, როგორი ღვაწლი გამოისყიდდა კაცობრიობის ამ ახალი ცოდვით დაცემას. რაც წარმოადგენდა მთელი სამყარო და თვით ზეციური ძალები ძეღმრთისას დამთხეული სისხლის თუნდაც ერთი წვეთის წინაშე. გოლგოთიდან ყველაფერი ხელის გულებით მოჩანდა.
ნათელი იყო ყოველივე და სამყარო განაჩენს ელოდა. განაჩენი წარმოითქვა ნაგვამი, შეურაცხყოფილი, ტანჯული ძე კაცისას მიერ. მამაო, მიუტევე ამათ, რამე თუ არა იციან რა საიქმან. ლიტურგიულად უშუალოდ პარასკევ დღეს დღისით დაახლოებით 2 საათზე სრულდება სწორედ მასურის ჯვრიდან გარდამოხსნა და ახალსა საფლავსა ზედა დადება და ამის შემდეგ იკითხება ტრიოდიონი მარხონი და სპეციალური საკითხები, რომელსაც ეწოდება ღვთისმშობლის ტირილი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტირილი, რომელიც არის რა თქმა უნდა მისი როგორც მარადქალწულის უდიდესი სულიერი წოხილის გამოხატულება, მისი დედობრივი განცდები, რომელიც უღრმესი ლიტურგიული ელფერით არის გამსჭვალული, დიდი პარასკევის მოვლენებს ლიტურგიულად მართალია ახლავს გარკვეული სევდა, მაგრამ ეს სევდა გადაჭრჭულია უდიდეს სულიერ სიხარულთან, რომ მაცხოვრის ჯვარცმა ჩვენს გამომოხდა, რომ მაცხოვარი გახდა ადამიანი ჩვენთვის, მოვიდა ჩვენ შორის, როგორც ამოსმიდა მოციქული პავლე უდიდესი საიდუმლო ვიხილეთ, ღმერთი გამოჩნდა ხორცით და ვიცით, რომ ეს ჯვარცმა არის დასაბამი სხვა უდიდესი სულიერი სიხარულისა, აღდგომისა და იმის, რომ ჩვენ აღარ ვართ სიკვდილის შვილები. აღსრულდა რაღაც დიადი, განუზომლად მნიშვნელოვანი და იდუმალი. მოხდა დაცემული ადამიანის აღდგინება, ქრისტეში ადამიანის ღმერთთან შეერთება, ცოდვების წარხოცვა, სიცოცხლის განახლება. მამის მიერ მოცემული საქმე აღასრულა ძემ, მამისადმი სრული მორჩილების გზა ბოლომდე განვლო. ის სიყვარული, რაც ერთმა შეიძლება ყოველს მისცეს, მიეცა ქვეყანას. ის ბოროტება, როგორიც შეიძლება ამ სოფელმა ერთს დაატეხოს ქრისტეს ხვედრი შეიქმნა. ქრისტეს ჯვრით დასრულდა ძველი ცხოვრება და დაიწყო ახალი, რომელშიც აღორძინდა ადამიანის სული. გოლგოთა იყო ბრძოლა სიკეთისა ბოროტებასთან, ნათლისა ბნელთან, ქრისტესი ამ სოფლის თავადთან და ქრისტემ სძლია ამ სოფელს.